ეხლა მაინც ყველაზე რთულად პედიატრიასთან დაკავშირებული რაც ითქვა აქ არის ის საკითხი მე ვერიდებოდი იმიტომ რომ უხერხულობაში არ ჩამეყენებინეთ ის რაც რის მოწმეც ვართ ეხლა ამ პაციენტების და მათი მშობლების ბედთან დაკავშირებით ასე ვთქვათ და მინდოდა მომესმინა ასევე თქვენი მოსაზრებები. მე მესმის ეხლა ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, ყველას უჭირს ამაზე თქმა, მაგრამ ჩვენ ექიმები ვართ, რა თქმა უნდა, ყველა ემპათიური ვართ იმ ადამიანების მიმართ და პირველ რიგში იმ ბავშვების მიმართ და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც დღეს გარეთ არიან. ამიტომ მე მაინც ეხლა თუ შეურაცხყოფად არ მიიღებენ, თქვათ, დღევანდელი ხელმძღვანელობა მე გადავდგავდი ასეთ ნაბიჯს. აქ ითქვა ერთი, რომ სტრატეგია უნდა არსებობდეს. ორი, ხან მოკლე, ახლა იმ მოკლე დროში რას ვაკეთებთ, ამის ბევრი რეკომენდაცია არსებობს, რა უნდა გააკეთო მოკლე დროში, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ უცბად თქვათ, შეიძლება ყველაფერი მოვიცვათ, ხომ კი გვიყვარს ქართველებს, რომ უცბად აი, ნინომ თქვა, რომ აი უცბად იმას ვიზავთ ხოლმე ავიტაცებთ და თქვათ ეხლა ბორდები ყველგან ყალიბდება არა ხო რომ სრულად მოვიცვათ ეს ძალიან რთულად დასაფინანსებელი დავადება მაგრამ პირველი ნაბიჯი ძალიან კარგი არაც გადაიდგა ცოტა მოგვიანებით მაგრამ გადაიდგა რომ ამ ბავშვებისთვის სრულად უფასო გახდა ყველანაირი სადიაგნოსტიკო გამოკვლევები ხო კარგი ამას უნდა მოყვეს ასევე მოკლე დროში მეორე ნაბიჯი, იგივე თქვენ უკეთესად იცით ვიდრე მე არსებობს ახალი გენერაციის თქვათ კორტიკოსტეროიდები, რომლებიც ნაკლები გვერდითი მოქმედებით ხასიათდება, ან მეორე ეგრეთ წოდებული არსებობს ასევე ამ დაავადების დროს, რომელსაც უკვე ფართოდ იყენებს ევროპა, არა სტეროიდი, არამედ სტეროიდის მსგავსი ასევე წამლები, რომლებიც გამოიყენება. ამის შემდეგ მოდის მეორე ეტაპი, რომელიც უნდა დაიგეგმოს და მესამე ეტაპი მერე რაც არის მწვერვალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარალელურად აი რაც მაიამ თქვა, აუცილებელია აქტიური მუშაობა მწარმოებელ კომპანიებთან. მე ალბათ ახლა ვერ მოყვები, იმიტომ რომ დრო მიკონტროლდება იქიდან და არ მომცემენ ამის საშუალებას თუ როგორ მოხდა საქართველოში ცეჰეპატიტის წამლის დანერგვა, ხო? რომელიც ღირდა $85,000 და საქართველოს მიიღო, მაშინ ეს ვთქვათ, იყო სერიოზული მოლაპარაკებები დაწყებული მაღალიდან, მერე ჩამოვედით დაბლა, იქ მონაწილეობდა ჯგუფები ამისი, როგორ მიიღო საქართველოს ეს სულ ყველაფერი და გაკეთდა ეს საქმე, ხო? აქაც შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ საქართველოს შეუძლია ამაზე საუბარი წარმოებლებთან, არის მთელი რიგი სხვა მექანიზმები დაფინანსების ამ ძალიან ძვირი წამლების და იცით, დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირი წამალი არის აი ეს გენური თერაპია, რაც ყველაზე ძვირი, ყველა დაავადებებთან მიმართებაში ყველაზე ძვირი ის გენური თერაპიის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დუშენის დროს. ამას ჯერჯერობით იყენებს ფართოდ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, ნაკლებად ევროპა და თქვათ მხოლოდ არჩევითად ევროპა. მაგრამ არის სხვა კიდევ მედიკამენტები, რომლებიც ამ ბავშვებს აძლევენ ძალიან სერიოზულ შეღავათს. ამიტომ ეტაპობრივად ეს უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება თუ ჩვენ ბავშვებზე არ ვიზრუნებთ. მე მესმის ახლა ეს ეკამ თქვა რომ ეს სტიმულს მისცემს რომ სხვა, იმიტომ რომ 8000-ზე მეტია ხომ, მაგრამ რომ ინკურნება ან წამალი, რომელიმე იშვიათი დაავადების დროს არსებობდეს, რამდენადაც მე ვიცი, არის ძალიან მცირე ეს დაავადებები. ამიტომ ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ რიგი ამ ეგრეთ წოდებული როგორ თქვა ახლა იმ რუტინული დაავადებებისა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებით, თქვენ ხვდებით, მე აღარ ხვდები ამას. კი არის, მაგრამ აი გაჩნდება სულ ახალი და ახალი. თქვათ სამკურნალო ახალი ტექნოლოგიები სულ ყოველდღიურად ისეთ მედიკამენტებს ჩვენ დღევანდელი ამ იმუნოთერაპიის და ბიოტექნოლოგიის მეთოდების საშუალებით დაგვაყენებენ ფაქტის წინაშე რომ ბევრი ეს დაავადება
გახდება განკურნებადი ან ყოველ შემთხვევაში სიცოცხლის განმახარგძლივებელი და ამისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს და პირველ რიგში პედიატრიული თემი, იმიტომ რომ ყველა ეს დაავადება მაინც ეხება ბავშვს. მე დღეს ასეთი შეხედულება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.